საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კატარში პირველი მაღალი დონის შეხვედრები გამართა. თეა წულუკიანი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რომელიც ამავე დროს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც არის. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ელექტრონული მმართველობის განვითარების ასპექტებზეც ისაუბრეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით საქართველოსა და კატარის მიერ მიღწეული პროგრესი გაუზიარეს. აღნიშნულ საკითხში მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა. კატარის მთავარ პროკურორთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ როგორც საქართველოში, ასევე კატარში ძიება მიმდინარეობს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ კონსტიტუციურ ჩარჩოებში სად არის საუკეთესო ადგილი საპროკურორო ორგანოებისთვის. კატარმა, როგორც ჩანს, ეს საკითხი გადაწყვიტა მართლმსაჯულების სასარგებლოდ, სადაც რამდენიმე წელია უკვე მთავარი პროკურორი, ყველა პროკურორი და საგამოძიებო ორგანოები, რომელიც პროკურატურის სისტემაშია, არის დამოუკიდებელი დაწესებულების სახით მართლმსაჯულების სისტემის შიგნით. ანტიკორუფციის საკითხებთან, როგორც იცით, ყატარი, ისევე როგორც საქართველო არიან კორუფციასთან ბრძოლის ჩემპიონები, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები ვართ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ სფეროში და ამ მხრივ ჩვენ გვექნება უკვე სამართლებრივი საფუძველის გაფორმებაზე ფიქრი იმისთვის, რომ ამ სფეროში თანამშრომლობა რაც შეიძლება ეფექტიან დონეზე შედგეს.